ძალიან მიყვარხართ. ნახეთ რამდენი ჩვენი საყვალეთი და ულამაზესი გამომწერი მოვიდა და გადავიღეთ სურათები. ამიტომ ნუ გწვენიათ ხოლმე, მოდით ყოველთვის. ოპა, გამარჯობა მეგობრებო. დღეს ვართ თბილისში და ვიღებთ უმაგრეს ვიდეოს 24 საათის განმავლობაში. უნდა ვჭამოთ ყველაზე გემრიელი საჭმელი, უნდა დავაგემოვნოთ ბარდისფერი შაურმა, შავი ბურგერი, ჰორნდოგი, ნაყინი და ყველაზე მაგარი კარტოფილი ფრი, რომელსაც აქვს უბევრესი ყველის соуსი. პირველ რიგში დალაიქეთ ვიდეო, ძალიან გთხოვთ, იმიტომ რომ მივხვდეთ რამდენს გიყვარვართ და რამდენი გვიყურებთ მთელი ყურადღებით, დაგვიკომენტარეთ და რა თქმა უნდა გამოგვიწეროთ. პირველ რიგში ჩემი აზრით უნდა წავიდეთ და გავსინჯოთ ბარდისფერი შაურმა. და მეგობრებო, აუცილებლად გვიყურეთ ბოლომდე, რადგან ზუსტად ბოლოში ვიტყვით ტოპ კომენტარებს. აუცილებლად და ახლა კი წავიდეთ და გავსინჯოთ ბარდისფერი შაურმა და შავი ბურგერი. წავედით. მერდა! ხალხო, ეხლა ეს დავინახე, რომ წმინდავენ რაღაცებს და ეხლა ჩემი ბაღის მასწავლებელი გამახსენდა. ეგრე ცოცავდა ხოლმე იმებზე, ფანჯრებზე და რა მომივა მან დრო ავიდე? რა გულწანგვა ალბათ. სხვათა შორის მეგობრებო, დღეს ჩვენთან ერთად არის ჩვენი დედა. ხო, ყველა გვიკომენტარებთ და გთხოვთ, რომ დედასაც გადავუღოთ ხოლმე ვიდეო. შემდეგ ვიდეოებში აუცილებლად გვეყოლება მანანა ბებოც და ასევე გელაც, თუმცა დღეს წამოვიყვანეთ ყველაზე გემრიელი საჭმელების დასაგემოვნებლად დედა. დედა ზოგადად ძალიან ძვირფასია და უნდა დავაპრიორიტეტოთ მეგობრებო. მოგესალმებით. კაი, წავედით. ნახე რა ლამაზია მანენა. საჭმელები ახატია, რაც მე მიყვარს. ეს იქნება ჩემი მომავალი სახლი. ვაიმე. მოგეხება მოვედით, აი აქ უნდა ვიყიდოთ ახლა შაურმა ვარდისფერი და შავი ბურგერი. მოკლედ მეგობრებო, ჩვენ შევუკვეთეთ ბურგერი და შევუკვეთეთ შაურმა და მოგცეს აი ესენი, უნდა დავეოდოთ და როგორც კი გამზადდება, ის დაიწრიბინებს. მაქამდე ვიყიდეთ ლაღიზის წყლები, იმიტომ რომ დე ჩემი საყვარელი სასმელი იყო ბავშვობაში და შესაბამისად პატივი ვეცით, რომ გაიხსენებინა თავისი ბავშვობა მასაც რა. თქვენ გაგიმარჯოთ. ჩვენ გამომწერებო, ვისაც არ ყავხართ გამოწერილი, თქვენიც გაგიმარჯოთ. მაგრამ გამოგვიწერეთ. ანუ ნახევრად გაგიმარჯოთ რა. გამოგვიწერთ ხსენიათ რა. არ ვიცი. ტკბილია ხო ძა? ხო, რაღაც ტკბილია ძალიან. აუ მე გასინჯე? გავსინჯავ, თუ არა ვიცი შეიძლება არ მომეწონოს. მე რა? და გული წავივა. არაფერი არ გაგიმარჯოთ. ატრიპინდა. აი მეგობრებო, აი ასე ატრიპინდა, რაც იმას ნიშნავს, რომ შეკვეთა მზადაა. აი ხალხო ჩემთვის როგორც ბავშვისთვის აიყე წამლის გემო. ოპა. ხელთათ მანები ავიღოთ. ძალიან ლამაზია ხალხო. ძალიან მომწონს. შავი და შავი. ვაუ, სუნი კაი აქვს. ეს ხელთათ მანები მიყვარს ძალიან. შავი ბურგერი, ოდესმე გიჭამია, არ გიჭამია. არც მე არ მიჭამია. რასაც მიჭამია, აი გამისინჯია, თითქოს მანენა მოჭმას სულ რა. დამაფასეთ ხახო. ძალიან კაია. თვითონ პური როგორია, შავი პური? იგივეა, კაია. იგივეა თითქოს რა. ანუ ხო არსებობს რა, ეს საბურგერები, ოღონდ ბურგერები რო იყიდება. მაგალითად ბურგერებს ეგ არ აგავს, მაგრამ ეს ძალიან კაია რა. ჯობია? არა. მაგრამ მაგდონალდის გარდა ეს კარგია ძალიან ყველაზე ალბათ. ჭამ მირთვით, არ მოგერიდოთ. კაი, გავსინჯავ მეც რა. იმიტომ რომ ჯერ არ კეთდება აშკარად ეს შაურმა და ეხლა რო აიღოს და ეგრევე რო დატრებინდეს, ეგ იქნება მაგარი. მე 24 წლის ვარ და პირველად სინჯავ შავ ბურგერს. არა, არ გამისინჯავს, მაგრამ შავი ბურგერი. მე 10 წლის ვარ და პირველად სინჯავ შავ ბურგერს. შენ მაგარი. რაღაცა შებოლილის ის აქვს ამ პურს. კონცეც არ ვიცი, ვერ ვიცი, მაგრამ მე მაგრამ მომეწონა, მოგეწონა? სხვა დონეა. ატრიპინდა მეგობრებო, მოვასწარი გასინჯვა. მოვდივარ, გიფიცებით მოვდივარ. აი მე დამისვა რა რაღაცები. კაი, ამას ავალაგებ. ავალაგებთ რა. წავედი. დედაც გასინჯავს ახლა. მოგწონა? მოეწონა. ძალიან კაია მართლა. დავიმშვიდობოთ ბოლო ლუკას. ჩვენი ტრადიცია არის რღვევა და ჩვენ ვალაგებთ აქ
რა თქმა უნდა. და სხვაშორის არ დატოვოთ არასოდეს ესე ისინი ხოლმე ესეთი ადგილები. იცის არის, იცის. ხალხო რა ვარდისფერია. მეგონა ცოტა ვარდისფერი იქნებოდა. ხალხო, სინჯაუთ ვარდისფერ შაურმას. კაი სუნი აქვს. შენ დაფროწეული და ტკბილ ცხარე соуსი. წავიდა. აბა. ბადრიჯანის გემო, გქონდა ის რაღაც რო გოდნავა ეგრე წაუ იმას გააკეთეთ. რა ბადრიჯანის შაურმის გემო, მაგრამ ცოტა ხო. მოკლედ, შვენიერი გემო აქვს. არაფრის ძალიან არ განსხვავდება ჩვეულებრივ შაურმისგან. ამ ვარდისფერი რა გემო არ აქვს, ანუ აზრი არ აქვს. არ ვიცი ზუსტად რა არის განსხვავება. რომ შვენიერია რა. თუ გიყვართ ლამაზ სურათების გადაღება, მაშინ შეგიძლიათ იყიდეთ და თუ არ გაინტერესებთ, რავი, ჩვეულებრივი იყიდეთ რა. მოკლედ, ბურგერი ღირდა 25 და 90 და შაურმა ღირდა 16 და 90. ახლა შევისვენოთ და მე გავსინჯოთ ლოლის ნაყინი. ჩემი საყვარელი ნაყინი, რომელიც ვფიქრობ, რომ მართლა აი უმაგრესია რა. პირი რას გიგოს, შემომხედე. ბავშვობაში სუპს რომ აჭმევდა ხოლმე დედა ჩემი. კოლს ამოიღებდა აქ რომ ეწუწებოდა და ესე ვაიმე როგორ ვერ ვიტანდი აი ყველაზე მეტად ვერ ვიტანდი მაგას აი ამას ერთხელ მეც რატო აკეთებდი ამას ერთხელ მეც მოჭმევდა და ეს რა არის ჯერ ერთი ჩემი მაისური გაცვია ხო შენი მაისური არ არის მაჩუქე ჩემია და დამისვა არის არა უშავს რა არა უშავს ეგ მე უნდა გითხრა რომ არა უშავს ვაიმე ცხოვრებაში არ ჩაიგიცვი ერთხელაც მგონი მართა მისწავლა ახალი ცეკვა, რომელიც არის ჩემი ფავორიტი და ეხლა ვაცეკვებ. მიდი მაშ? მოგებებო, ეხლა ჩვენ შევკვეთეთ ქორდ-დოგი და ლოლის ნაყინი და ველოდები და ძალიან მაინტერესებს როგორ გემოიქნება ორივეს. იქ რო ვაი საჭოლებისა უთროა. ძალიან მომწონს. ვაიმე ღმერთო. საუკეთესოა. უსმენ უბრალოდ. პირველი მე მინდოდა შეგიჭამია ხო? კი, ეს არის ეს ამას მე სინჯაუ პირველი, იმიტომ რომ შენ გიჭამია უკვე ერთი. მოინდომა. დავუძახე და საბამი. ეხა ეს დამაჯერებელი იყო? ოკეი, იცი? მეგობრებო, ეს არის ჩემი საყვარელი ნაყინი. აზრი არ აქვს ეს გემრიელია, ეს არის ვაფლი, ეს არის ვანილის ნაყინი, შოკოლადი და მარცვალი. და თხილი. ხო. ათი. კაია? ზედმეტად. ეს არ შეიძლება. იმედები გაგვიწრუეთ ძალიან. ზედმეტად გემრიელია. 5 წელს შეჭამდი ესეც. იტყუება. ვენი განაყენა ხალხო. გაგიმარჯოს ჩვენო გამომწერებო. ცეკვავს. ფრისტაილი რო შემოგთავაზოთ? Nope. მეგობრებო, ესეც ჩვენი ქორდ-დოგი და ახლა წავედით პიკნიკზე გავსინჯოთ და იქ კიდე რაღაცები გვაქვს დასაგემოვნებელი, ამიტომაც მგონი ეს ლოკაცია უნდა დავტოვოთ და თან წავიღოთ ეს. ეხლა უნდა გადავიღოთ სურათი. პირველ რიგში უნდა გადავიხადოთ და წესით მზად ხართ? იბეჭდებაო. ვიღაცის. აი ვიცოდი. ვიღაცის სურათი იბეჭდება ხალხო. მან მაგაზე უნდა დაგეჭირა. ეგრევე იმას გადახდა სურათი. ვიღაცამ არ გადაიხადა და შესაბამისად არ დაბეჭდა სურათი და ჩვენ გადავიხადეთ. მეგობრებო, შეგიძლიათ მოხვიდეთ და გადმოგცემთ აუცილებლად შევინახო. ნახეთ რამდენი ადამიანია წესით, რა ვიცი ხა. რომელიმეს უნდა იცნობდეთ. როგორ გადავიღოთ? ეს წესი არ გადავიღოთ ხონდი რა. სელფით გადავიღოთ, ეხლა როგორ ვემზადებით, აი ესეთ აპარატთან გავართ და უნდა გადავიღოთ სურათი და მე გაჩვენებთ როგორი გამოვიდა. წავიდა. 1 2 ორი ამიტაც გადავიღოთ. 4. მოდი ახლა ნახოთ როგორი გამოვიდა. ესეც ჩვენი სურათი. საყვარლობა. წავედით ეგ არა. წავედით პარკში. მოკლედ მეგობრებო, მოვედით უკვე დედაენის პარკში. ქორდ-დოგი აქ გვაქვს და გავსინჯავთ აუცილებლად და ახლა მანა უნდა წავიდეს და შევკვეთოს კიდე ფრი. ძალიან გემრიელი რა, ძალიან ბევრი соуსები და რაღაცები აქვს და მაგასაც გავსინჯავთ. Maybe
ნანა. მეგობრებო, დადგა დრო, რომ გავსინჯოთ კორნდოგი და რა გაყვირებს? მე არ მაქვს არასდროს გასული. მე კი, ოღონდ ნუ კი გიგილასი, მაგრამ მე მძიმეა. სოსისი და მომეცი კაცი ჩემთვის. ყველაფერს შენ რა წავსინჯო პირველი. მე საერთოდ არა ეს მძიმე. გავსინჯოთ. მოდი ერთი მხრიდან შე ერთი მხრიდან. 1 2 3 შეგაყველი რაღაცები. მე ცოტა უცნაური ნაწილი შემხდა არაფერი არა. ნახეთ მე კაი ნაწილი შემხდა. ვერაფერი არ შევჭამე. იმიტომ რომ ყველაფერი ჯერ მართან უნდა გასინჯოს. დისკოს ყველს უნდა გაწერილი იყო, მაგრამ უნდა და რომ გასწილიყო, მაგრამ ვერა. გინდა ისე თქვით, გინდა ასე, არ მომწონს. რატო? აი არ მომწონს რა. ხო, აი რაღაცნაირია. აი არ მომწონს. რუსთავის უფრო მომეწონა. აჰა. რუსთავის უფრო მომეწონა. დიდად არაფერი არ ქონდა, მაგრამ არ მომწონს. ფურის ნახე. 11 ლარად მომივიდოდა 11 ლარის ჩიპსი. მე დავწერდი 10-დან 2.5-ს. 2.5-საც იმიტომ რომ ვიღაცა მიწვევა და გააკეთა ხო? ხო. მოკლედ მეგობრებო, ახლა გავსინჯავთ ყველაზე Gabriel Freeze, რომელიც გასინჯული მაქვს და თავს დავდებრო ძალიან კარგია და ამის შემდეგ წავკითხავთ 3 გამარჯვებულ კომენტარს. აი მეგობრებო, დედა ჩვენიც სინჯავს. რაღაცა ეჭვი მაქვს, რომ ძალიან შეურაცხყოფას მიაყენებს ეხლა და მოდი გავთიშოთ კამერა. ნულიანი. მოკლედ, ეხლა მართა შემოვა. ეს ფრი არასდროს არ გაუსინჯავს, არც უნახავს და მოდი ეხლა ვანახოთ. მოდი ჯერ თქვენ განახებთ რა ლამაზია. ჯერ თვალები და ხუჭე ჩასუნე. მოდი. ჩვეულებრივი კარტონის სუნი არ აქვს. აუ ბავშვი ჭკუა ეკეტება საჭმელს რო ხედავს არც დააღარ უნდა, არც დედა აღარ უნდა, არც მამა. ახო. გული მერევა უკვე. აი ესეთი ფრი გიჭამია? დამთავრე? მაგდანალდში. ხო, მართლა გული მერევა. მშველი. Corn dogs 100 თავიჩობია. როგორ შეაფასებდი ამას? ეხლა ცუდად. ცუდად ხარ? აი მეგობრებო, ზედმეტი არაფერი არ ვარ გაის. ეხა 2 წუთში მოვაჭამის ხოძე და მოითხოვს. სად არის ფრი? სად არის და აი დამნაშავე. კი არა ოჯახური. ოჯახური არ ვიცით ბავშვები, მარას ნიშნავს. ნახე. ნახე. გოგო, ცუდად არიყავი. აი ხო 2 წუთი არ გასულა. ჯერ ახტი და ფეხები შემოაჯვარედინე. ვერ შვება. აი მანახე, აი. აუ, შენ დიდი ხარ. 2 მეტრო ხარი. აი რაღაც მომენტში ფეხს რო შეკრა, უნდა დაგიჭიროს ამან რა. გვანახე გეხვეწები რა. ხო, გუჩვენე, მიდი. ხო, ნახე, ოპა. აი, ჩატი. ხოჩა. აუ! ნამდვილი პროფესიონალი კი ეს არის. ნახე, სადავიდა რა, აი. და ოპა! მედი მაუნგლი. მაიმე. არ გაცხარ მაუნგლი. საბოლოო ჯამში ხო შეძელი და მაინც გაიქანავე მაუნგლი. ხო, მაგრამ მე მეგონა ჩამოვიდოდი უჩვეულებრივ ვარ და ამ დროს ჩამოვარდა, დავარდა. ანუ ჩამოვდიოდი მე თვითონ და დავარდი. ესეც ჩვენი ანასტასია. ჩაიხუტეთ ერთმანეთს. კარგი გოგოები ხართ. თავარია კეთილები იყოთ. კიდევ ერთი ბავშვი ჩვენს YouTube ვიდეოში არის. გამარჯობა. მოკლედ მეგობრებო, YouTube-ის ვიდეოს ვიღებდით და ნახეთ რამდენი ჩვენი საყვალეთი და ულამაზესი გამომწერი მოვიდა და გადავიღეთ სურათები. ამიტომ ნუ გწვენიათ ხოლმე, მოდით ყოველთვის. და მე წავიკითხავ 3 გამარჯვებულ კომენტარს და ყველა მისმენს. თქვენ მასწავლებლებს ესე უსმენთ ხოლმე, ესე ჩუმა? არა. ანუ მარტო ჩვენ გვისმენენ რა მე. 24 წლის ვარ. ისა 24 წელი დიდია? არა. Yes, მე რო პატარა ვიყავი 24 წელი დიდი მეგონა. არა. პირველი გამარჯვებული კომენტარი. კი, ყოჩა გაის ჩვენ ნამდვილი გამომწერია მეგობრებო. პირველი. ორივე თევზები. კი. მე აიმე, მოდი შენ აქ დაჯექი, მოდი. პირველი, თეონამ დაგვიწერა ესეთი კომენტარი მეგობრებო. გამარჯობა მართა და მანდენა. მე ძალიან მიყვარხართ თქვენ ვიდეოებს ყოველდღე ვუხურებ. მე არასდროს გამარჯვება, მაგრამ
ძალიან მიყვარხართ. იმედია კიდევ გადაიღებთ ვიდეოებს დედასთან. ძალიან საყვარელი დედი გყავთ. კიდე მინდა რომ გადაიღოთ გელასთან ვიდეო. მანანა და მართა კიდევ გადაიღეთ ეს ვიდეო რომ გელას არ შეეძლოს არა თქმა და იცით რომ ძალიან მიყვარხართ. დიდი მადლობა და შენმა კომენტარმა გაიმარჯვა. ბრავო. ბრავო, მეორე გამარჯვებული კომენტარი. ნუცა. მანანა და მართუკა ძალიან მიყვარხართ. თქვენ გარდა არაფერს ვუყურებ. ძალიან საყვარლები და ლამაზები ხართ და ძალიან მინდა რომ თქვენ ლამაზ დედას და თქვენ ძმა გელასთან ერთად გადაიღოთ. ის თქმა ძალიან მიყვარხართ. კიდევ ერთხელ. აში. აუცილებლად გადავიღეთ. ბოლო გამარჯვებული კომენტარი, რომელიც დაგვიწერა ნინომ. მანანა და მართა ძალიან მიყვარხართ, ძალიან ხარისხიან და კარგ ვიდეოებს იღებთ, მომწონს, იმიტომ რომ შეაფასა ვიდეო და ვიდეოს ხარისხი და ყოველთვის ესეთი კომენტარები გაიმარჯვებენ ამიერიდან. ერთი იდეა მე მომაფიქრდა თქვენმა ულამაზესმა დედამ რომ არა თქვას, ძალიან მიყვარხართ, ანუ ყველაფერზე თქვას კი და აუცილებლად გადავიღებთ მაგასაც ტაში. მეგობრებო, დღევანდელი ვიდეო დასასრულს მივუახლოვ და აუცილებლად გამოგვიწერეთ, უთხარით რომ გამოგვიწეროთ. მოიწერეთ არკი. გამოიწერეთ. ყველა გიყურებთ, ყველა გადაამოწმეთ მერე ყველა. ვაიმე. ძალიან მიყვარხართ. კარგად, ანასტასია.